ძალიან საინტერესო ვიდეოებს აკეთებ და ბევრი ადამიანის ინფორმაციის წყარო ხარ ესე ვთქვათ. ეს გზამე თვითონ ავირჩიე და ეს როგორც აი ქრისტიან ლოდესია რომ ყველამ საკუთარი ჯვარი უნდა იყოს და ეს ჯვარი უნდა ატაროს რა და აქედან გამომდინარე პრობლემა არ მაქვს. გეგმები რა გაქვს? ანუ ეხლა გავიგე YouTube-ზე მოღვაწეობ ამ მომენტისთვის. NGO არის ჩემი ამჟამინდელი გეგმა. აი short term-ი ახლო მომავალში ეგ არის რა. ბოლდროინდელი აქციები შენი ხელოვნური იყო? რატომ მეუნებოდნენ უბრალოდ მე ვდგარიყავი იქ, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ტყუილებზე და პლიუს დამატებული. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა თქვას ყველა. არავის არ უნდა მოერიდოს ეს ყველაფერი. აგებული იყო სამშობლოს ღალატზე ყველაფერი. და ამაზე მეუნებოდნენ რომ ეს იყო მაგარი ტიპება? როგორ პოლიტიკოს დაამატებთ საქართველოს? რომელიც მაკიაველისტია? ვიტყვი ხა იმას და მე კიდე მეტყვი იმის გაფინანსებს ხა და მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია უცხო. გამარჯობა. გაგიმარჯვებთ მოგესალმებით. ორებელს მოგესალმებით ყველას. სასიამოვნოა ძალიან თუ. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი შენი ვიდეო მაქვს ნანახი. და ძალიან ბევრ აზრში მოვყვები ესე ვთქვათ რა. მადლიერი ვარ. შეხვედრა გაცნობა და ინტერვიუ ჩემთვის საინტერესოა. ასევე დიდი პატივი და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. დასაწყისშიც გითხე, როგორ გამომეცხადებია და უცხოო მითხარი. კი, ესე მიცნობს. ანუ რას ნიშნავს? საიდან შეირქვი ეს სახელი? ჩემ ყოფილ შეყვარებულს უკავშირდება 2016 წელს ერთადერთი ადამიანი, ვინც მიყვარდა ცხოვრებაში და უკანასკნელად ოდესაც შემხვდა, მითხრა რომ მისთვის უცხო ადამიანი ვიყავი და გონებაში ქოცნობერ ჩაიბეჭ და უცხო და შევპირდი საკუთარ თავს, რომ ისეთ რამედ უნდა მეკცია ჩემი თავი, რომ ამ უცხოს ყველა გაიცნობდა რა და პოლიტიკური ამბიციები ყველაფერი ამაში დაიბადა რა, ნაპოლეონები და ეგ. გაქვს პოლიტიკური ამბიციები? კი, რა თქმა უნდა, ჩემი აუდიტორიაც მაგას ემსახურება, რომ უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე ჩემთვის ფუნდამენტური და ყველაზე მთავარია და მომავალში რა თქმა უნდა პოლიტიკურ კარიერას განვიხილავ, მაგრამ ამ ეტაპზე ბლოგერობა და არასამთავრობო ორგანიზაცია რასაც ვაპირებ, ეს საკმარისია, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ყველადი პირდაპირ ვიტყვი რა ყველგან ბიზნეს ალტერნატივა არ ყავს ამ ეტაპზე, ამიტომ ჩემი პოზიცია ეგ არის. მომავალში რა თქმა უნდა განვიხილავ და ყველაფერს საქართველოსთვის გავაკეთებ რა თქმა უნდა ამას. ხო, რა არის იცი? ამ ბოლო პერიოდში ესე თქვა ესე მხარდაჭერა. ხო. პირდაპირ მხარდაჭერა ძალიან უცნაურია ხალხისთვის მისაღებად რა. კი. შენ გადადგეს ნაბიჯი და პირდაპირ ამბობ. კი, სარისკო იყო. კი, იმიტომ რომ ეხლა წარმოვიდგინე მე მესმის მაყურებლისაც ხა ძალიან რთულია რა, მაგრამ ძალიან ბუნებრივია და ხალხი ამ ბუნებრივობას უნდა მიეჩიოს, რომ არის მომენტები, რომ ჩვენ არ ვართ აზროვნებაში შეზღუდულები, რაღაც ტემპლეიტები არ გვაქვს, რომ ამაში უნდა ჩავჯდეთ. მე ყოველთვის ვეუბნები იმას, რომ გასაკრიტიკებელი უნდა გაკრიტიკეს მთავრობაც, ოპოზიციაც, ყველა უბრალოდ ნორმებში თავისი და უნდა იყო ადეკვატური რა. უბრალოდ ეხლა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მაშინ შარშან რომ დავიწყე ამაზე, ხო? ანუ ალტერნატივა არ იყო ბუნებრივად. და ეხლა მე მაშინ საქართველოს ის ცუდი უნდა მინდოდეს, რომ მე მოწოდება გამეკეთებინა, იცი რა, რომ აი ხალხ რომ ვიღაცას მიეცით იქით ხარე რა. ამიტომ არ უნდა რომ აბსოლუტურად ჩემს ამ გამოცხადებულ მხარდაჭერას რა. იმიტომ რომ ეხლა ამ სფეროში, YouTube-ის სფეროში იყო ეგეთი ამბავი, რომ YouTuber-ების განცხადება დაიდო. კი. შენ არ იყავი მათ? არა, არ ვიყავი და მე დავპოსტე კიდევაც Instagram-ზე, რომ არც ვეთანხმებოდი საერთოდ, არც არავის არ აქვს ამ ქვეყანაში იმის უფლება, რომ გამოვიდეს ამ მთელი YouTube-ის სახელით ვილაპარაკოს, ანუ შეიძლება იმის აზრია ეგ და მისაღებია იმი აუდიტორისთვის, მაგრამ მე ბოლო წელიწადში გავაკეთე ანტილიბერალური, რავი, 100 ვიდეო მაინც YouTube-ზე, რომელსაც ჯამში აქვს მილიონობით ნახვა. და იქიდან გამომდინარე ლაიქებს და იმებს თუ დავითვლი და ამ ენგეიჯმენტს და იმას, რავი, ახლა არ ამგონია მთელი YouTube ამას იზიარებს რა. ეს ბრმად მე ვერ მეკნებოდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან დიდი იყო ამ ყველაფერში, რომ ობიექტურად შემეფასებინა პროცესები. კრიტიკა თუ გქონდა ეს? კი, სულ არ მაქვს ეხაც კრიტიკა მაქვს მაგაზე, ეხლა დაჟე. როგორ რეაგირებ მე ამ კრიტიკას? ძალიან მიჩეული ვარ. მე ანუ ფიქრობ, რომ წლების განმავლობაში გამოვიმუშავე კარგი მენტალური მდგომარეობა, ანუ ჩემთვის ძიმია მდგომარეობა, კარგია, ცუდია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე როდესაც ამ თემებში ჩავები, მე უკვე იქ მზაობა გავაკეთე საკუთარ თავთან, რომ მზად ვარ ნებისმიერ. არა მარტო კრიტიკას გავუძლო, უფრო უარესების ცხოვრებაში იქნება, ამისთვისაც მზად ვარ. იმიტომ რომ ეს გზამე თვითონ ავირჩიე და ეს როგორც აი ქრისტიან ლოდესია, რომ ყველამ საკუთარი ჯვარი უნდა იყოს და ეს ჯვარი უნდა ატაროს რა და აქედან გამომდინარე პრობლემა არ მაქვს. მე ფუნდამენტურად შეერა რომ ეს ყველაფერი საქართველოს ემსახურება და ამას ჩემი მაგალითად აი როგორც წეგან საუბრობდით რა, არასამთავრობო შექმნას რო ვაპირებ, მანდ მაქვს მე გაცხადებული რომ მინდა რომ ფინანსები რომელიც მე ჩამერიცხება, მინდა რომ საჯარო იყოს და ყველა ნახულობდეს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ როგორც ილონ მასკს აქვს დოუჯის სამსახური, მინდა მაქსიმალური გამჭვირვალობა, რომ ზედმეტი მე არ ვჭამო, იმიტომ რომ ყველა ადამიანი შეიძლება თავში აუვარდეს, ეხლა და მე არ ვარ გამონაკლისი. ამიტომ მე თუ აი მაკიაველს აქვს ესეთი შესანიშნავი სიტყვები ნათქვამი, სანამ მოუწოდებ ხალხს რაღაცას რო აკეთონ, ჯერ შენ თავზე უნდა გააკეთო რა, მე მზად ვარ აბსოლუტურად ყველანაირი პროცედურა გავაკეთო, ის რასაც მე ვაპროტესტებ მაგათში, რომ აი რო არ უნდა გამჭვირვალობა და რაღაცეები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამომწერი ყავს.
კი 154,000-ზე მეტი. ქართულ ბაზარზე ძალიან კარგი შედეგია. კი. სხვადასხვა მეორე არხიც მაგ პოდკასტებით უფრო ახლოს გავიცანი კიდე საათობით, მაგას გავაკეთე და ხო. საიდან მოვიდა შენს ეს ამდენი გამომწერი ესე დროს, როდესაც თითქოს YouTube-ზე სხვა გარემოა შექმნილი, სოციალურ ქსელებში სხვა გარემოა შექმნილი, შენ საერთოდ სხვას გადაგებდი ესე ვთქვა და ამდენი გამომწერი საიდან მოიზიდე? გულწრფელობით თუ რა? ჩემი თავარი იარაღი ყოველთვის იყო სიმართლე, გულწრფელობა და შრომის მოყვარეობა, მე ხალხისთვის ეს დამენახებინა. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანუ ადამიანს რაც არ უნდა გაფინანსებდნენ, შენ თუ არ გაქვს ბუნებრივი მზაობა, ებრძოლო, შენთვის უკვე გაცნობიერებულ მტერს, რომელიც უკვე არსებობს, ხო? მე მარცხე ლიბერალებს ვეძახი მაგათ, ეხა რომელიც სკოლიდან მოყოლებული უნივერსიტეტშიც და მე პლატფორმებზეც რაც მაგათ უპირისპირდებოდი, ანუ ეს არის ჩემში დაბადებული აზრი, უბრალოდ რავი, ხალხმა უნდა შეაფასოს, ეხა ამ მომენტში ქარიზმა მოეწონათ, მაგალითად გადმოცემის უნარი მოეწონათ, დიალექტიკა ეს ხალხმა უნდა გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ალბათ ვიტყოდი იმას, რომ ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ესე ფიქრობდა ყველა, მაგრამ ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენსავით ფიქრობს, უბრალოდ არ ჩანან, არ უნდათ გამოჩენა, ანუ რა ზოგი ხოხდებით ხო ოჯახური პრობლემების გამო, ზოგი არ უნდა უბრალოდ პაბლიკზე იყოს, ამიტომ მესმის და მართლაც მე წარმოვადგენ რა. და პრობლემა არ მაქვს არანაირი და პირიქით არც ერთი წამით არ შევწყვეტავ ქართული ხალხისთვის ბრძოლას. მნიშვნელობა არ აქვს. აი ამდენი გამომწერის მიუხედავად, თუ ფიქრობ, რომ YouTube ბაბლის წევრი ხარ? სხვადასხვა მე გამოვიგონა ესეთი ტერმინი, მე თვითონ მე და ჩემიც ვღადავდით ხოლმე ამაზე, ნეოკოცობა რა. არ ხო ყოველთვის მეძახდნენ ნეოკოცობა, კოცებს ხო მეძახდნენ, რომ აი ეს კოცები და იმიქიდან ეს ხართ. ამიტომ გამოვიგონა ნეოკოცობა, ეს არის ტერმინი საქართველოს მომავალი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წარმოიქმნება საკმაოდ ბუნებრივად, რომელიც აყვება მემარჯვენეობას, ტალღას და გამოაღვიძებს ამ ხალხს. ეს ანუ სახელები ჩემთვის პირობითია, აი მაგ კონსერვატორია, ნაციონალიზმი, მემარჯვენე, მე ჩემში თავარი ფუნდამენტური არის რას აკეთებ რეალურად რა. ეს არის ჩემთვის ანუ მე რომ მინდა მაგალითად რომ აი ბევრი კრიტიკა იყო ეხლა იმასთან დაკავშირებით რომ უბრალოდ ბევრი მოწოდება რომ აი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა ისე ყველაფერი გამოვიტანე, მთავრობას გავაკრიტიკე შესანიშნავად და მადლობა დინარზე გამოვიდა მე თქვა და ვამკაცრებთ ამასთან მიმართებაში კანონ პროექტებსო, ანუ და მე რაღაც მინდებს აკეთებდნენ რა ქართული დიპსტეიტი ხო არ ხარ რა ვიდეოსაც და მე მთავრობაც ვისო რა რაღაც ისენი და ხუმრობით იყო ეს ყველაფერი და ანუ მე რატომ მიხარი ახლა რომ მართლა თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ იცი რომ ანუ ადამიანს აქვს თავის სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლება. აი მე პირიქით, როდესაც 2 წლის წინ დაახლოებით ომი ახალი დაწყებული იყო, მაშინაც მოგხოცნება გაკრიტიკებული, რავი, აი შვენივრად ვზივარ აქ და არანაირი პრობლემა არ ქონია ამასთან მიმართებაში. ხო, ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ზომბი არ უნდა შეურაცხყოფის მიყენება ადამიანი ძალიან მარტივია. და როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას აყენებ, არ მგონია ეს ადამიანი პატივისცემით დაგირდეს და გესაუბრებს. რა თქმა უნდა, მეც მათ შორის, როდესაც ვიწყებ მაგალითად კრიტიკას, ეს იქნება მაგალითად რავი TikTok-ერი, ის ინფლუენსერი ანაბე, ხო? ვაკეთებ ამას ტროლინგის ისეთ ბალანსში, რომ მე არ შევეხო არც მის ოჯახს, არც მის იმას, იმიტომ რომ მე არასდროს არ გამოდივარ, არავის არ ვაგინებ. ეს არა, ჩემთვის არის, ხო, ჩემთვის არის მთავარი. ხო, ძალიან ცუდია და ბინძურია რა, ინტელექტუალური ტროლინგი, ინტელექტუალური გამიმვა, აი რა ვია, გაროსთვა, როსაც ამერიკელები ეძახიან, არის კარგი, რომ შენ ანახო, ანუ როგორც აი კიდევ უნდა გავიმეორო ის სიტყვები, რომ ცოდვა უნდა გძულდეს ადამიანში და არა თვითონ ის. უბრალოდ შენ ახლა უბრალოდ ხანდახან ისე მიწევს ხოლმე ამ ყველაფრის ცოტა პატაშურად გამოხატვა, რომ ბოდიშით ხალხნო ახლა მე რო ცოტა ეს არ გამოვიტანო აგრესიულად, მაშინ თითოეული ვიდეოს დაბუსტა $2000 უნდა დამიჯდეს და ხო $2000 ვარ ხარჯო, ხალხის ყურადღება ესე უნდა მივიქციო, მაგრამ ეს მუშაობს ეს ყველაფერი რა. ეს ბუსტინგი ცალკე სხვა თემაა. ანუ ხელოვნურად შექმნა იმის, რომ ვითომ ბევრი ადამიანი გიყურებს, საბოლოოდ ეგრე იყენებს ეს ხალხი ამას ყველაფერს. კი, რა თქმა უნდა, კი. შენ ბუსტინგში ფული არ დაგიხარჯებს არასდროს. აი რაც დავიწყე პირნათლად და ღვთის წინაშე ვამბობ, რომ არასდროს არანაირი და სხვათა შორის არც არავის დაკვეთ არ შემისულებია მართლა. აი რომ იყოს პირდაპირ ვიტყოდი რა. ჩემ აუდიტორიამ ძალიან კარგად იცის აბსოლუტურად ამ წლების განმავლობაში რომ აბსოლუტურად გულწრფელად ვაკეთებ ყველაფერს, რომ ეჭვიც არ უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ იმიტომ რომ მე იმდენად კონტრავერსიული თემები მაქვს, რომ ამაში რომ ვინმე ფულს გიხდიდეს, აი ჩვეულებრივი იმბეცილი უნდა იყოს. ხა გამოვიდი და ისრაელის მთავრობა გავაკრიტიკე ღაზაში, რასაც აკეთებს, აიათოლას პოზიციები დავიცავი რაღაც მომენტში, რომ ბირთვული თუ იმას აქვს, ამასაც უნდა, ანუ მაშინ რავი, ეგეთი სულელი მილიონერები თუ ქვეყანაში არსებობენ, ესე ფულს ყრიან, რა ვიცი, არ ვიცი, არ მგონი. მე ეჭვება რა და ამიტომ მე მადლობა ღმერთს, რომ ხალხს ესმის უკვე ეს ყველაფერი და ხალხმა ისწავლა ამასთან შეგუება. შარშან რთული იყო ამისი ბიწევა და ბევრი რამის მოგერიება, მაგრამ დღეს უკვე მარტივია რა, შევიჩვი.
ისე ნაფიქრი მქონდა თქვი რომ დასაწყისში ბრძოლას როდესაც ვიწყებდი სოდრაც კი რა თქმა უნდა ელოდებოდი ეგეთ უფრო უარეს ველოდებოდი იმიტომ რომ რამდენჯერ გამოვიწვია ინფლუენსერები რამდენჯერ გამოვიწვია ისინი გამოვიწვია რას ნიშნავს ანუ გამოწვევა იმას ნიშნავს რომ ვინც არ მეთანხმებით მე პოსტის დავზე ამას წინათ საჯაროდ რომ შეგიძლიათ ადგეთ ვიდეო ჩაწეროთ გამაკრიტიკოთ მე არც არავის სტრაიქს არ უკეთებ არც არავის არ ვაკენსელებ როგორც ეს ლიბერალებს ახასიათებთ შემიძლია რომ აბსოლუტურად მოვისმინო ყველას კრიტიკა ის თუ ადეკვატური იქნება უბრალოდ ისიც წოდენ რომ ამ თემაში მე ძალიან სპეცი ვარ და უბრალოდ ისეთი რაღაც იქნება მე რომ ანუ გულისხმობ ანუ ვიღაცამ არ მინდა ეს ყველაფერი რამე ფიზიკური მადაღებოს ან ინტელექტუალურ თემაში ვამბობ ისე არანაირი პირიქით მე საერთოდ როგორ ვარ იცი რომ მე როდესაც თავს თემაში აცხადებ რომ აქ ხარ ანუ ამ მინდორზე ხარ მაგარი აქ უნდა დაამტკიცო რა ანუ გოიმი არ უნდა იყო რომ ეხა ამას მაგრად ცემდია არ ვისცემა არ მინდა საერთოდ რა ხო რა თქმა უნდა მაგარი ხარ მაგრამ სიტყვა არის ყველაზე დიდი ძალა ენი დაკოდილი არის ყველაზე დიდი ძალა და რა ვიცი ამდენი ხნის განმავლობაში მე ჯერ არანაირი დიდი წინააღმდეგობა არ მიმიღია გარდა იმისა რომ ზურგს უკან ჭორაობები მიდიოდა რაღაც ლაპარაკი მაგრამ იჭორავენ არ მაქვს პრობლემა პირიქით როგორც BlackRock-ია ომითაც და მშვიდობითაც ფულს აკეთებს ხალხი კი ბატონო ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს კიდე ეს გავუსვავ ხასან ყველაფერს და მე რა მაინტერესებს თუ ფიქრობ რომ ძალიან დიდი გავლენა გაქვს შენ მაყურებელს და შენ სიტყვებს თუ არჩევ სწორად რომ მიაწოდო ამ ადამიანს აი მაგაში შეცდომა მაგაში ხანდახან ძალიან რადიკალურად მომდის ხოლმე რასაც მე აღონდი ისე არა რომ ეხა ვიღა არასდროს არ მითქვია მაგალითად რომ ვიღადი და ვიღაცა რამე დაუშვებდა არასდროს მაგას არ ვიტყვი ის რა სისულელეა უბრალოდ ხანდახან როგორია იცი იმდენად გადამივა ეს ყველაფერი მართლა ბუნებრივიდან კიდე იმაში რომ როგორც აი კამერასთან რო ვჩდები და ვთავ ოთახში მაქვს ყველაფერი მოწყობილი გვერდზე ოთახში ანუ იმდენად ჩინაურულად გრძნობ უკვე თავს რომ აი ერთი მაკლია რომ უბრალოდ რავი მაიკის გარშე გავიარო ალბათ კიდე ოთახში რომ იმდენად უხსნი ყველაფერს და ხა ამ ყველაფერს მე რომ მოზდის რომ აი პოზიტივი პატივისცემა აი ქუჩაში რომ ხდებიან და ძიდიპე სიყვარულით ანუ მაძლიერებს ეს ყველაფერი იმ მხრივ რომ მადლობა ღმერთს რომ საქართველოში საღიაზრი არსებობს რა და იმისდან მიუხედავად რომ მე იდეალური ჩემთვის არავინ არა არც ეს თავრობა საერთოდ არავინ არა იდეალური ქრისტე იყო მხოლოდ ჩემთვის ანუ რომ არსებობს წინააღმდეგობა და არსებობს საღიაზრი რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ხვდები რა ეტაპზეა საქართველო აი რა მოცემულობა კერს ანუ მე ძალიან მაგრამ მინდა ეხა ვიყო რომ სინგაპური ვიყო მაგალითად ვიყო დუბაი მაგრამ ამ სამწუხარო ჩემ და სამწუხარო საქართველოსზე კაი ჩემზე მეტად არავის არ გავხარება არც მის ინტელექტუალური შესაძლებლობა მაქვს არც სოციუმი მყავს ეგეთი არც ეკონომიკა მაგრამ არაფერი არ მაქვს ეგეთი ამიტომ საბანი სადამდე წდება ადამიანს იმ ეტაპზე იქამდე უნდა დაიხუროს ეს არის შესაძლებელი სიტყვა და ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანას დავეხმაროთ აი მათ შორის ის ხალხი ვინც გამოირჩევენ ჩემი კრიტიკითა და მთავრობის ჩემს იქით ხო თქვენ თუ გინდათ ქვეყანას გამოვადგეთ თუ აგურზე არ დადეთ და მართლა როგორც შევარდნაძე ამბობდა საბანი არ გაასწორეთ ის არაფერს არ ეშველება რა ანუ მარტივი ადამიანა კრიტიკო და ყველაფერზე რაც შენ არ გაგიკეთებია იმიტომ რომ მე მაგალითად რომ ვაკრიტიკებ მე იმის შემოქმედებას პატივს ვცემ იმიტომ რომ მე არ გადავდივარ ეგრე რომ შენ ის არ გაგიკეთებია რა თქმა უნდა გაკეთებულსაც უნდა პატივისცე მაგრამ უბრალოდ თემა ის რომ ადამიანს რომ არაფერი არ გაიკეთებია არაფრის სურვილი არ გაქვს რომ გააკეთო და უბრალოდ საკუთარ თავის ძიძხში იხჩობი ეს არის თანამედროვე ლიბერალიზმი კი ბატონო აი მას შევარქვით თანამედროვე ლიბერალისტში ევროპელობა და მე რამ პასუხი ვერ მივიღე როდესაც მაყურებელს ესაუბრები და გინდა რომ რაღაც ინფორმაცია მიაწვდინო თუ ფიქრობ რა სიტყვები გამოიყენო და არა ბუნებრივად მოდის ბავშვებიც ხო გიყურებენ სხვათა შორის მე გათიშვილი მაქვს ფუნქცია ბავშვები ვერ მიყურებენ კი no made for kids YouTube-ს აქვს ფუნქცია და 0.1 ეხა მშობელი iPad-ში რო იღებს ეხა მშობლის iPad-ი თუ და ის ვირას უყურებს ეს მშობლის თემა არის მე არ მეხება მაგრამ თემა YouTube-მა შეცვალა დაახლოებით 3-4 წელს წინ ამდენად მე მახსოვს რომ ბავშვი ვეღარ უყურებს YouTube for kids არის უკვე ანუ იმას ვეღარ მეტყვიან ეხა რამე სიტყვა თუ გამოვიყენა არა კორექტული ეხა ბოდიშით საქართველოს ეხა რავი ხანდახან ადამიანი ნერვები გაქვს და ადამიანზეც მოქმედებს ამიტომ ვიყურებენ ძირითადად 18-24 წლამდე 35% ყო ანუ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მერე 24-დან არის 30 წლამდე დაახლოებით ეგრე და ნუ მერე პროცენტები უკვე კლებულობს რა ესა და სხვა იუთუბერები თუ ხდებიან შენიათ იმ პასუხისმგებლობას რომ პატარა ბავშვები უყურებენ და ასე შემდეგ რა ინფორმაციას მივაწოდით როგორი ენით ვესაუბრებით ამ ხალხს ხო ალბათ პოლიტიკურად მე ნერვიულობ მაგ საკითხზე რომ დაგიმალვა ანუ სუცდილობ რომ თუ სადმე რაიმე გაიპარება დავაცენზურო საუნდით ხო ხდები კი არა ეგ გეთახვევი 14 წლის ბავშვები მიყურებენ როგორც ხარ 14 წლიდან 35 წლამდე მაგრამ რატომ დაისაუბროს 14 წლის ბავშვმა მე ანუ შენ რო გიყურებს ეგ ბავშვი თვითონაც იგივე სიტყვებს იყენებს მე ესე ვთქვა კი მაგრამ მაგას ვცდილობ რომ ანუ პოლიტექნოლოგიურად ისე გავაკეთო და ისე ჩავანაცვლო ხოლმე რაღაც სიტყვები რომ ეგრე არ გამეშენ რომ ხანდახან მეპარება ეგ ყველაფერი მაგრამ ნუ სავალო ჯამში დღეს არის აი პირდაპირ ვიტყვი რა დღეს საქართველოში ანუ რამის გაგება თუ გინდა იგებ ისედაც რა და იმდენად იგებ ამ ყველაფერს და იმდენად ცუდი ფორმებით ხვები აი ვიზეც მელაპარაკებოდი ხა რა ზოგადად ყველა იუთუბერს მართებს ჩემი აზრით პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე რას ლაპარაკობს გამოწერების წინაშე
ეს ჩემი თქმა აზრი. უნდა, რა კი, თქმა უნდა. იმიტომ რომ არიცი ამ სიტყვებს რა გავლენა აქვს, ზოგადად იუთუბერებს დიდი გავლენა აქვს უკვე მსოფლიოში, ვერ ხედავთ აი შოუს ფიდი, რომელიც რავი, FIFA-ს პრეზიდენტის კამზე დასვეს უკვე და ქვეყნებში უკვე მარშით ხვდებიან. ანუ თემა ის არის, რომ ტრამპსაც აგიტაცია იუთუბერებმა ჩაუტარეს. რა თქმა უნდა, კი, ის ა딘 როსი, ისა ლოგან პოლები, ჯეიკ პოლი სუმაგათ მოისაქნეს და ხო, მე ეხა მაგაზე არიან აწყენები, რომ ეხა გამოგვიყენაო, ეხა და აღარაფერს ხმას აღარ გცემსო რა და ხო, ეგ ეხა ბევრმა იგზნო თავი გამოყენებულად, ამიტომ ეგ პრობლემა არ არის. ხო, ანუ იუთუბერს ზოგადად უნდა იყოს პოლიტკორექტული, რა საუბრობ საკუთარ აუდიტორიას და მოწოდებებში მათ შორის. აი, ეგ არის მთავარი, რომ ეხა მე მაგალითად რაშიც მე უწოდებ, არც ერთ სიტყვას არ უნდა ვნახავ, იმიტომ რომ ყოველთვის ორიენტირებულია მართლა სახელმწიფო ინტერესებზე. ეხა ადამიანები, რომლებიც ეხა განცხადებას ეხა უკეთებენ ისეთ რამებს, რომ აი ეხა მოდი იქ დადექი, გადი, ამაში მიიღე მონაწილეობა, ხო, ეს მისი პასუხისგებლობა არის. ამიტომ აი ეხა მე რო უთხრა ხალხს, რომ მოდი ხალხო ავდგეთ, გავიდეთ აქციაზე და მე არ გავიდე 2 დღე და ის ხალხი ერთი კვირა დარჩეს და ვიღაცას იქიდან რომ მაგალითად ბეწვი თვითონ ჩამოვარდეს, ის ჩემი პასუხისგებლობა, მე გავიყვანა ის ხალხი. ამიტომ ეგეთი მომენტებისგან თან არის ჩვენ ქვეყანაში ხო, რა თქმა მოცემულობები ძალიან ბევრი. ჩვენ ხო დივერსიფიკაცია, ანუ პოლარიზებული ერი ვართ ეხა ამ წუთას და ამიტომ ხო, სიფრთხილე მართავს დიდი, არ მარტო იუთუბერს, ნებისმიერ ინფლუენსერს სხვადასხვა ქსელებში, რომ საკუთარ სიტყვას უნდა დაუფიქრდეს და წინ არ დახვდეს მაგრამ. ძალიან საინტერესო ვიდეოებს აკეთებ და ბევრი ადამიანის ინფორმაციის წყარო ხარ ესე ვთქვათ. ბევრი მეუბნება მაგას იმ გოგოსთან ერთად ვიყავით თბილისში ამას წინათ და ვიღაცა მოდის უცებდა შერიფო უცხო ესე მიწევს შერიფის ისო და რაღაც ახალი კონტენტის სეგმენტი შევქმნი და მეთქი და აი ეგეთი რაღაცები რომ ხდება ხალხისგან პოზიტივი თან როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს იცი რომ კარგად უნდა შეფოთო რა ლამაზად რა რომ თავი არ მოაფესრო ხალხს რა ხო და შენ ამ ადამიანების წყარო ხარ შენ თვითონ საიდან იღებ ამ ინფორმაციებს როგორც ილონ მასკი თქვა და კენი ვესტის კენი ვესტ ანუ ჩემი ინფორმაციის წყაროები არიან ამერიკელები ძირითადად აი ტაკერ კარსონი ჯეფრი საქსი იქ პოდკასტერები ძალიან ბევრი არიან რომლებსაც ხშირად ვესხმი ამერიკის პოლიტიკას ვაკრიტიკებ ხოლმე მაგრამ რეალური ინფორმაციის წყარო მართლა ამერიკელები არიან ამერიკელი პრორუსები შევარქვი მაგას რა ეს მე და ამერიკელი პრორუსი ტაკერ კარსონს ეძახით ამერიკელი პრორუსი რომელიც მოსკოვში იყო ჩასული პუტინთან ინტერვიუ ჩამოვარდა მე ჩამოვიდა თქვა რომ მოსკოვის მეტრო ხალხო რა მაგარია მოსკოვი მინდა ნიუ-იორკი მინდა გავდეს მოსკოვსო და ამერიკაში დაუწყეს პრორუსი ხარო რუსეთის აგენტი ხარო და დავიწყე ხუმრობით უკვე ამერიკელი პრორუსი და ის ხალხი მინდა ჯანსაღად აფასებენ აი ჯეფრი საქსი მაგალითად რომელიც არის ებრაელი რომელიც აკრიტიკებს ისრაელის ქმედებებს ახლა ღაზაში რომ ან ბევრი კარგი ადამიანია ეგ ახლა მე ჩემი ძირითადად წყარი ინგლისური კარგად ვიცი და მაკედან ვისმე ხოლმე და ეგ არის ჩემი წყარო მაგრამ ამ ბოლო ხანს რუსულებზეც გადავედი და სხვათა შორის უკრაინულებსაც და ერთმანეთს ვატარებ ხოლმე რა მე რა მაინტერესებს ანუ აი ეს ერთი პოზიციის ვიდეოებს უყურებ თუ ყველა არის იმათაც უყურებ მასალა ხომ ჭირდება ლიბერალებზე ეგ არის მთავარი იმათაც უნდა უყურო რომ ანუ იმათ იმიტომ უნდა უყურო რომ უნდა იცოდე როგორი არ უნდა იყო ადამიანი რა ეს არის აუცილებელი ამიტომ იმათ მაგრამ ვერც მოიწყენ მაგ ხრივ სადღაც მაინც შეგხვდება რა ამიტომ კაია ხო და რეალური და ფეიქ ნიუსი ერთმანეთისგან როგორ უნდა გაარჩიო ყველა აი მოდი პირდაპირ ვიტყვი რომ ყველაფერი არის პროპაგანდა დღევანდელ დროში რა Fox News-ი რომელიც აქამდე მე პირადად მეგონა რომ იყო რეალურად ობიექტური ამერიკული ტელევიზია აღმოჩნდა რომ არიან სიონისტების ხელში და ომის პროვოცირებას ეხა ირან-ისრაელის შორის კონფლიქტი რო იყო Fox News-ი აკეთებდა ომის პროპაგანდას ქვეყანაში ყოველი მეორე პოსტი ყოველი მეორე სიახლე იყო რომ ისრაელი იჩაგრება ირანის ამერიკამას უნდა იომოს ეხა CNN-ის CNBC და ABC რომ აქამდე BlackRock-ის და მემარცხენეების ხელში იყო ეგ ისედაც ვიცით რუსეთი რუსულ პროპაგანდას უწევს უკრაინულს ანუ მე ჩემი აზრით როგორია იცი უნდა ადგე შეადარო ინფორმაცია ერთმანეთს აქედან აი რომელიც ოდნავ რაღაც ახლოს იქნება ეგ არის ობიექტური ჩემთვის ხო იმიტომ რომ არ ფიქრობ რომ არსებობენ აი იცი როგორი თემა არის აუცილებელი კი არა ფულს უხდიდი ადამიანს რომ პროპაგანდისტი იყოს არამედ აი საუბარი მქონდა ამას წინათ მეგობართან ვიღაცამ რომ შენი მეგობარი სადმე შეავიწროს ინფორმაციულად ანუ შენ რაც არ უნდა რავი ლიბერალი იყო ნაცისტი ან კომუნისტი ან ამე ხო შენ ხო მაინც შენი მეგობრის პოზიციას დაიცავ და ამიტომ აქედან გამომდინარე არ ფიქრობ საერთოდ ობიექტურობა მაგაში ბოლომდე სამი არსებობს რა უბრალოდ საღაზრს მე ვიძახი იმას რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, გადავამოწმოთ მაქსიმალურად ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება მეც შევცდე, ხშირად მეც შევცდები გირგირა, შენ შეიძლება შეცდე, რომ შენ ჩანხარ და ჩანხარდ ხა ადამიანი რომელიც არ ჩანს კამერებთან ის ვერ შეცდება, იმიტომ რომ ხო არ ვიცით ხომ ის პოზიცია. ამიტომ ხო რავი პრობლემა არ გვაქვს. ომთან დაკავშირებით აკეთებ ძალიან ხშირად ვიდეოებს. კი, ომის. ხო ბოლოს შემხვდა და მე როგორი განცდა მრჩება, იცი, ანუ ისრაელის ბოლო დროინდელ მომენტებს როგით. ანუ კერ დასრულდა ომი, რაღაც დაპაუზებულია ეგეთი სტაბილიზებული ომი და შენ რას ფიქრობ, საინტერესო იქნება? კი, ამაზე ბევრი მაქვს ნასაუბრები. ისრაელის თემაზე იმას ფიქრობ, რომ მერისის ჯერად არის მე გეოპოლიტიკურად გაცნობიერებული მაქვს, რაც ჯერ კიდევ კისინჯერმა დიდი ხნის წინ დაწერა, რაც არის აგებული მაკინდერის იმაზე გეოპოლიტიკაზე, ეს სხვა მიდის ჰარტლენდაც არის იმლენ შორის დაპირისპირება. აქ არსებობს ორი მთავარი
პლაცარმი, ეს არის აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა და არსებობს ასევე ახლო აღმოსავლეთი ისრაელი. ისრაელი არის ჟანდარმერია ახლო აღმოსავლეთის. ჟანდარმერია რას ნიშნავს? ანუ მე მაქვს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, არგუმენტები, შემიძლია 5 გადაცემა აქ ჩავწეროთ მაგაზე. ხო, მოკლედ ვთქვათ ამაზე, როგორ არის ამერიკული ამჟამინდელი პოლიტიკა პასუხისმგებელი, რბილად ვიტყვი, პასუხისმგებელი ისრაელის მთავრობასთან. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი დაპაუზებულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელება, რადგანაც უნდა IDF-ი ჩარისკაც აქაა გამოკრული დიდი ისრაელის ის IDF ისრაელის ჩარისკაც, რომ უნდა აღდგეს დავითის მიწების ტერიტორიები. ეს ახლა დღეს მოხდება, ხვალ მე მოვისწრები, არ მოვისწრები, ამას ფაქტია, ეს მე სხვადასხვა 2 წლის წინ ვამბობდი მაგ ყველაფერს, ეს კონფლიქტი გარდაუვალი იყო ირან-ისრაელზე ჩავწერე 2 წლის წინ, მე ვიწერდნენ ვიდეოს, რომ აი რაც თქვიო, მოხდა მაქამდე უკრაინას ესე თქვა პროგნოზს უკეთებდი. ეს უბრალოდ დაპაუზებულია, რადგანაც ახლა გადაიხედება ნავთობის ფასები შეიცვლება, ყველა გაზომოსაკუთარ შესაძლებლობებს, ყველა უკეთესად აწონდაწონის, თორემ დადასტურებულის არაა, რომ ბირთვული რეაქტორები განადგურებულია რეალურად. არ არის დადასტურებული არ არის. Fox News-ის განცხადებაში მქონი თვითონვე ამბობდნენ, რომ არ არის გადაიტანო, რომ ეხლა ეგ მე მესმის გიორგი და წამგე შენ გესმის და ეხლა ირანის ეგეთის იმ ხალხის ხელში როგორ უნდა იყოს ბირთვული არსენალი, რომელიც იმასაც ვერთulis, რომ დისლოცირება უნდა გაუკეთო ამ ბირთვულ არსენალს ერთი ლოკაციიდან მეორეს. ეს ხო 2x2 იგივეა რა. ამიტომ დაპაუზებულია რა. დასასრული რა იქნება ანუ მაგ ყველაფრის შენი ასეთ? დასასრული ის იქნება, რომ მე იცის ხალხმა ქრისტიანი მორწმუნე, მით უმეტეს ძალიან კარგად ვიცი ბიბლიური თემები, განსაკუთრებით კარგად ვიცი ნუ წყალებში რა თქმა უნდა აპოკალიფსის თემები, მე ყველაფერს ამას უკავშირებ, რომ ეს არის ერთი დიდი გლობალური გეგმის ნაწილი, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს, ტრანსჰუმანიზმი, ეს პოსტმოდერნიზმის შემდგომი არსებული პერიოდი, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ნანოტექნოლოგიებზე გახდება დამოკიდებული და ჩვენ გავხდებით ზოგისთვის ჩიპები ქვია, ზოგისთვის ნანოტექნოლოგიები, ზოგისთვის ქვია რაღაცა ნეიროლინკი, რომელიც იქნება, ნუ ფაქტია, რომ კაცობრიობა ვითარდება, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ოდესღაც ესე ვითარდებოდა კაცობრიობა წარღვნამდე ცივილიზაციაში, როდესაც ღმერთმა არ დაუშვა ადამიანის ესე განვითარება და მოხდა წარღვნა და გაანადგურა ყველაფერი, სამწუხაროდ ადამიანებმა ისტორიაში მხოლოდ ის შეუცვალეთ, რომ კეტებიდან გადავიდით ბირთვული იარაღზე. სინამდვილეში ადამიანი რა ღორმუცელაც იყო ადრე და როგორი ამბიციური იგივე არის ახლა, არაფერი არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ემსახურება მსოფლიოში ჩემ ქრისტიანული წამსიდან გამომდინარე ბოროტევის გამეფება სამყაროში, რომელსაც ჭყალეში ანტიქრისტე ეწოდება. ამიტომ აქეთკენ მიდის ყველაფერი და ეხლა მე ხშირად არის ამაზე კრიტიკა, რომ აი მაგ რეიბის ვინგჯერა, რა ზღაპრებით მე ფაქტებს რო ვალაგებ, წყაროები მომაქ, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხოვა. თურმე ესე მექანიზირებულად მუშაობს თურმე სამყარო, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაემთხვოს, მაგრამ დამთხოვები რეალურად არ არსებობს. იმიტომ რომ ისეთი რამეები, რაც ძველ აღთქმაში მაგალითად იოანეს აქვს დაწერილი, რომ მაგალითად შუბლი და მარჯვენა ხელი, ეს არის ადამიანის სხეულში ორადორი თვითრეგენერაციის ზონა, რომელსაც შეუძლია ელემენტი დატვენოს, ანუ საკუთარი სისხლის მიმოქცევიდან გამომდინარე, ერთადერთი ლოგიკური კითხვა ისმის, საიდან იცოდა იოანე 2000 წლის წინათ, რომ ადამიანი აქამდე მივიდოდა. იოანემ არაფერი არ იცოდა, ღმერთმა იცოდა, რომელმაც ამ ყველაფერს უთხრა. და ეს ყველაფერი ესე ხდება. ამიტომ მე მგონია, რომ აქეთკენ მიდის. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ამის შესახებ მინიშნებებიც გვაქვს. მინიშნებები იმაში ჩანს, რომ უნდა შეიქმნას ყალბი მშვიდობა, უნდა შეხვდეს ბევრი ომი, ბევრი ეპიდემიები. ყალბი მშვიდობა, რასაც როგორც წინამორბედები ამბობენ, რომელიც უნდა დაამყაროს ანტიქრისტემ დედამიწაზე. რას ნიშნავს, რომ ომები უნდა დაამთავროს, ყველა შეგვარიგოს, ეკუმენიზმში ერთად გაგვაერთიანოს, ანუ მუსულმანმა თურმე ხელი უნდა ჩამოართვა ქრისტიანმა, აბსოლუტურად ყველა ერთი ღმერთის ქვეშ. ეს არის რეფორმისტული ეკუმენიზმი, რომელიც ნიშნავს, რომ ყველა ერთი ღმერთის წიაღში, რაც არის ყველაზე დიდი ერესი, რაც კი ქრისტიანობაში არსებობს, იმიტომ რომ რანაირად უნდა დადგე იმის ღმერთთან, რომელიც დოგმატურ წინააღმდეგობაში მოდიან, ხო, ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, პიროვნულ დონეზე რა თქმა უნდა პატივისცემა მაქვს, ხო, მაგას არ ვამბობ, მაგრამ ხო, მაგ წამსიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, აქეთკენ მიდის თემა. აქეთკენ მიდის და ეს ყველაფერი, რაც დაწერილია, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ეტაპობრივად ხდება, უბრალოდ როგორც ქრისტემ თქვა, ეს ზუსტი თარიღი და დრო ამის შესახებ არავინ არ იცის. ძალიან მომწურავი და პასუხი იყო მე ვიგზენი რომ დააპატარავე კიდე შეიძლება. კი, სპეციალურად რომ არ მინდა რომ სვენელისთვის ამოვწურო მოთმინების ის როგორც იჩვაკი იყო და პოლიტოლოგი ხარ. განათლებით. პოლიტიკური ფილოსოფია რა, იმიტომ რომ პოლიტიკური ფილოსოფია თავისთავად მოიცავს სოციოლოგიას, თავისთავად მოითხოვს ფსიქოლოგიას და ამ თემებს საერთაშორისო ურთიერთობები გამთავრებულა, მაგრამ მაგის მერე რასაც დამოუკიდებლად ვსწავლობ, რასაც ვიკლებ, ეგ არის ეს სფერო რა, ძირითადად და. და მე მაინტერესებს შენი აზრით, საქართველოში უფრო მეტი ჭკვიანი განათლებული ადამიანი ყავს პოლიტიკაში, თუ უბრალოდ პოპულისტი ადამიანები? პოლიტიკა ძალიან ახლოს დგას პოპულიზმთან, ანუ რაც არ უნდა, ამაზე ცალკე მიმდინარეობდა არსებობდა ძველ საბერძნეთში სოფისტები იყვნენ რა. რომ აი მაგალითად სოფისტი მეც ვარ ნაწილობრივ და რას ნიშნავს სოფისტი, რომ შემიძლია ხა გამოვიდე და იმდენად ემოციურ, ანუ შემიძლია ეს ღვინო ხა შევაფოს ძალიან ემოციურად და დედბი და შეიძლება ნეგატიურად, ხო? ამიტომ პოლიტიკოსი
როგორც მაკიაველისტური განმარტებით, მატყუარაც უნდა იყოს ოღონდ რა თქმა უნდა მტერთან მიმართებაში კონკრეტულად რა. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი, ანუ შეიძლება ხა ქართველ ჭკვიან ოპოზიციონერ ჭყალებში რომ ყველაფერი გამჭირვალე უნდა იყოს აბსოლუტ პოლიტიკაში გამჭირვალე ყველაფერი ვერ იქნება. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ არსებობს სპეც CIA არსებობს, Mossad არსებობს, MCI, MI9, ანუ სპეც ანუ ადამიანები, რომლებიც საიდუმლო სამსახურები არსებობენ დედამიწის რუკზე და ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი ძალიან ზუსტი ინფორმაციები არ ვიცით, იმიტომ რომ არ არ ვიცოდეთ, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა წარმოვიდგინე რაღაც ქვეყანაში უნდა გადავწყვეტო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხი რა, ამ დროს მე და შენවත් წარმოვიდგინეთ, მე ვარ მთავრობაში, ეხლა deep state-ი, მე და შენ წყვიტავთ ერთმანეთში და ვლაპარაკობთ, საუბრობთ ამ ყველაფერს, ეს ხალხმა რო გაიგოს, ანუ ჩვენი გულწრფელობა იქნება არასწორი, იმიტომ რომ ამ ხალხს უქმნით ჩვენ საფრთხეს. ამიტომ რაღაცები ხალხმა არ უნდა გაიგოს უბრალოდ. ამიტომ ეს ყველაფერი კულისებს მომუნაწილდებოდეს, რომ ისევ და ისევ გამოდივარ ერთი ასავალი წერტილიდან, რომ უსაფრთხოება არის ყველაზე მთავარი ხალხისთვის რა. და მაკიაველი პირზე, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის არის პოლიტიკური ფილოსოფოს ისტორიაში, რომ უნიშნულოვანესი მორალი უნდა იყოს პოლიტიკოსის ეროვნული ინტერესები. თუ საჭიროა პოლიტიკოსმა თავიც უნდა შეწირო ამ ყველაფერს. აი მაშინ ხარ ღირსეული ადამიანი, ხო, როგორც დემეტრე თავდადებული ყავდა მაგალითად ავიღოთ, ხო? თუ საჭიროა, ეს უნდა გააკეთო, იმიტომ რომ როდესაც პასუხისგებლობას იღებ საკუთარ თავზე და როდესაც ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა, შენ უნდა გაწირო თავი. ეს მიმაჩნია მე გმირობთ რა. მაგრამ აქამდე აი ხო ვიღაცები რო გამოდიან ბოლო პერიოდში რა ომი მინდა გმირობა არ არის დღევანდელი ომი. და რატო არ არის? იმიტომ რომ მე მაგალითად შეიძლება მინდა და მაგრად არ მევასებოდეს რუსები. მაგრამ მე რო ხოცვა დაუწყო მაგათ, მე ვიცი რომ შენ თქვენ აბსოლუტურად ყველა საფრთხეს უქმნე. ამიტომ ჩემით არ უნდა გადავწყვეტო ეს ყველაფერი. და თან ვერც ვერაფერს მიიღებ. ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო არა დიდგორის ზოლა ხო არა, დიდგორის ზოლის დროს ჩემი თავი გენოცვალოთ, წინა ფლანგზე ვიდგებოდით და იქ სიკვდილი სხვა სიკვდილი იყო, მაგრამ დღეს დრონი გადაგიფრენს და ჩინეთმა გამოუშვა ისინი, რა ქვია, ფრინავი ბუზები და ტარაკნებია, რომელიც ადამიანს აფეთქებენ და უსმენენ და ეგენ, ეს ჩეთერობა არის დღევანდელი ომი რა და ამიტომ. ხო, როგორ პოლიტიკოს დაამატებთ საქართველოში? რომელიც მაკიაველისტია? აუ, ვიტყვი ხა იმას და მე კიდე მეტყვი იმის გაფინანსებს ხა და რა უნდა ვთქვა რომ ბიძინა არის რა, ხა ეგეთ ბიძინამ, ანუ აი რაც არ უნდა გულწრფელად ხა მე აი სხვა ვარიანტები მქონეს, აი მართლა რატო ამ ყველაფერს იცი რომ კაცმა თქვა რომ ნუ ხარჯავთ ენერგიას ქუჩაში, წადი და პოლიტიკურად მომიდექი და პოლიტიკურად გამანეიტრალეთ. არჩევნებზე მოდით. არჩევნებზე არ მივიდნენ, არ იყო ისეთი აქტივობა, როგორც ელოდნენ. ვერ მივიდნენ პარლამენტში. ქუჩაში ენერგია ხარჯეს. რაღაც ზღაპრებით დაუპირისპირდნენ, რომელიც აგებული იყო ყალბ აბსოლუტურად შეთქმულების თეორიებზე, რომელიც თვითონ მიყვებოდნენ ამ ყველაფერს. USAID-დან აღებული ფული, Soros-ის ფონდებიდან აღებული ფული, რომელიც უპირისპირდებოდა საბოლოო ჯამში 100,000 კაცი მართლა გაიყვანეს გარეთ, მაგრამ შედეგი ვერ დადო. რატო? იმიტომ რომ შენი ნარატივი არა გულწრფელ მიზნებზე იდგა თავიდან, არა საფუძველი არ ქონა უბრალოდ. და ბიძინამა მარტო რომელსაც რავი ხან არ შეძახდნენ შეუსრულო აბსოლუტურად ყველას რა ის არის მარტივი ხა ამას სხვათა შორის არ ჭირდება მართლა რაღაც აზროვნება რა დიდი რა არ მინდა ხალხს ხა ის სიტყვები რასაც მე ვიყენებ მოაზროვნე ეს არის ყველაზე დაბალი ლეველის აი რომელიც შეუძლია წაიკითხოს ობიექტურად უბრალოდ ისინი იმდენად დაბლა არიან მაგაგებით და იმდენად მარტივი ამ ბრბოს მანიპულირება ლიბერალებს ემაქ ლაპარაკი რომ ისინი აბსოლუტურად ყველაფერს გაგაკრავენ ოღონდ საკუთარი ყალბი და მყიფე ეგო დაიკმაყოფილა და ამიტომ პოლიტიკა ეგოს დაკმაყოფილება მარტო არ არის პოლიტიკა ახლოს არის მოქმედებასთან. აქციებზე ისაუბრდა კითხავ თან ბოლოდროინდელი აქციები შენი ხელოვნური იყო? აი როგორი ამ შესავლის მე რომ აი როგორი ხელოვნური იყო ისი აი არც ვიცი რას შევადარო აი ძალი აი დილით რო გაღვიძებენ ხო იცი დიდი სკოლაში წადიო რა აი ეგრე ურტყავდნენ ისინი სოროსის ფონ ვინებიც აი საქართველოს ახლა ლობის აზიან რა თავიდან დასავლეთში რომ გინდა თუ არა შენ თუ გარეთ არ გახვალ და შენ თუ ამ შენ არ უნდა დააგდო ტემპი რა იმიტომ რომ ხა როგორი თემა იყო იცი რომ ხელოვნურ რევს ქმნიდნენ რომ მაგალითად ახლა ის ამბები რო იყო რომ ჟურნალისტს ხელი გაარტყეს ხო იცი ცნობილი რო აბრალებდნენ რომ ვითომ ქართული პოლიციამ გააკეთეს ის ტევ პირველზე იყო ხო ჟურნალისტი რო ხო იცი საქართველოს მე და აი წარმოვიდგინე მოდი მარტივი პოლიტექნოლოგიით შევხედოთ ვის უფრო აწყობდა აი მთავრობას როგორ შეიძლება აწყობდეს ეგ პროვოკაცია რომ საკუთარ თავს გაუთხაროს სამარე ახლა რა თქმა უნდა მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა შიდა ორგანიზებით იმისათვის რომ შენ შექონა რაღაც მსხერხლის იმიტაცია მოდი ესე ვთქვა განტევების ვაცი ადამიანი რომელიც დაიჩაგრა აი ეხა ამერიკაში ბოლო აქციები იყო ეს ლიბერალების ხელწერა მანდაც იყო რა ჩახუტებულები დროშით მექსიკა ამერიკა
ამერიკის რო ხალხნო რას გვექცევენ. ანუ ეს ყველაფერი ნარატივი იყო, უბრალოდ არ გაამართლა, იმიტომ რომ ხალხი საქართველოში მადლობა ღმერთს არის აი ის ნაწილი იმ გაგებით მაინც ვართ ჭკვიანები, რომ მაგ პროცესებს მაინც ხვდებით. ეხლა შეიძლება ის გონებაში ის გამჭირია ხო არ მაქვს ბირთვული იარაღი დავამზადო და საქართველოს სინგაპურად ვაქციო, მაგრამ იმდენს მაინც ხვდები რომ მატყუებენ აშკარად და რატომ მეუნებოდნენ უბრალოდ მე ვდგარიყავი იქ, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ტყუილებზე და პლუს დამატებული. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა თქვას ყველა, არავის არ უნდა მოერიდოს ეს ყველაფერი. აგებული იყო სამშობლოს ღალატზე ყველაფერი, რომ იქ დგომა ავტომატურად მოიაზრებდა მაგ ყველაფერს, რომ შენ მიდიხარ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. გორაჩენკოს სიტყვები ომში ჩართვა საქართველოსი, ვის უნდა რო გამოდიან, ხო იცი რომ ვის უნდა საქართველოს ომში ჩართვაო რა. ხო, და ვინ რა უნდა უქნასო რუსეთსო? აქ ვის აინტერესებს საქართველოს ეგ ხო, ვის აინტერესებს და არა რეალურად ფულის საკეთებელი მანქანა ვიქნებოდით. ამათ მართლა გონეთ რომ რუსეთს რამე ზიანს მივაყენებდით რა. აქ თემა იყო რომ ჩვენ გააკეთებდნენ ფულს, BlackRock-ი რას აკეთებს ახლა უკრაინაში, დაქცეული უკრაინის რეკონსტრუქცია უნდა გააკეთოს და იარაღი გაყიდოს. იარაღსაც გაყიდიდა და ღმერთო არ მანახოთ ანგრეული საქართველო, ანგრეული საქართველო უნდა აიშენებინა. და ამაზე მეუნებოდნენ რომ ეს იყო მაგარი ტიპობა და უკრაინას 6000 ძმაო გვამი ზელენსკიმ არ მიიღო იმის გამო რომ კომპენსაცია უნდა გადაიხადა იმისთვის რა ოჯახებისთვის და 6000 უკრაინელზე თქვა უარი და საზღვრის იქინა გააბერა რუსეთმა გამოაქვეყნა ამაზე ამას ფაშისტები არ აკეთებდნენ რუსეთმა გამოაქვეყნა ეგ ვიდეო რუსეთმა გამოაქვეყნა მე გაერომას დავადასო რომ მართლა იყო გვამებით მიყენებული იყო საზღვართან და უკრაინამ არა იყო საკუთარ ჯარისკაცზე არ თქვა საკუთარ ჯარისკაცზე თქვა უარი იმის გამო რომ კომპენსაცია უწევდა მილიარდამდე რამის სად უნდა იხადა ეს არის ფაშისტები რასაც აკეთებენ მე რომ ქართველებისთვის ერისთვის რომ მართლა გული შემტკივა და საქართველოს მაქედან გავნიერებ ვიტანთ აი ამას აი ბიზნესობას კოცობას და შემდგომ რა ვიცი ქართულ პოლიტიკაში სამი ყველაზე დიდი ტყუილი რა არის შენი ასეთ სამი ყველაზე დიდი ქართულ პოლიტიკაში ტყუილი ვაშაძე რასაც ლაპარაკობს ყველა განცხადება მისი აბსოლუტურად ხაზარაძე რასაც ლაპარაკობს ყველა სიტყვა აბსოლუტურად თითოეული მაგაში აბსოლუტურად რაფერი გულწრფელი არ არის და არ მომწოს ისეთი ხალხი, აი გეტყვი რა, ძირითადად აი იმაში, რომლებიც ახლა აი ამ იმას ახალგაზრდობას ემოციურად იყენებენ ყოფილი ჩინოვნიკები რა, აი ჩვეულებრივი რო რაღაც სროლებით რფულები აქვთ ნაშოვნი რაღაცა და ეხა რო გელაპარაკებიან რომ დემოკრატიის შეფურა უნდა გახდეს საქართველოს და რაღაც ეს არის აი ყველაზე მეტად რა მტკივა ეს ახალგაზრდები მაწუხებს ამ ქვეყანაში რა. ანუ იმაზეც აი ხა ლიბერალებს ისე მოიხსენებ ხანდახან, მაგრამ რეალურად გული რომ მართლა მტკივა, იმიტომ ლაპარაკობ რომ არ მინდა რომ ის გოგოებიც, ახალგაზრდებიც, ის ბიჭებიც, ვინებიც არიან, იყვნენ აი ამ ვაკუუმში ინფორმაციის რა. იმიტომ რომ ხვალზე იმათ ოჯახები ყავთ, იმე ერთმანეთს აკენსელებენ ძმაო, ერთმანეთს, რავი, დაბადების დღებზე აღარ ეპატიჟებენ იმის გამო, რომ ზოგს ბიძინა მოწონს, ზოგს მიშა მოწონს, ხო? ან მაგათი სატელიტები, მოდი ესე თქვა პირდაპირ. ამიტომ მე მოუწოდებ იმას, რომ მაქსიმალურად გულწრფელად შეხედოთ ყველაფერი. ანუ არანაირად არ მოიქცეთ საკუთარ თავი კლიშეებში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულად იფიქრეთ ყოველთვის რა. ეს არის მთავარი. დღეს რო შენ იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ხო. რომელ კანონს დააინიცირებდი? გავამკაცრებდი საზღვრებს და დემოგრაფიული, რაც საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხრას ხარს დაუჭერდა ნებისმიერი მათ შორის სოციალური დახმარებების გაცემა და მათ შორის დაბუსტვა ხელოვნურად როგორც ამას აკეთებდა დუბაი ნუ ეხა არაბთა ეგართ ემირატებს ეკონომიკით არ ვადარებს საკუთარ თავს მაგრამ ის რომ ყოველ მესამე ახალშობილზე ჩვენ და რაღაც სახსრების სახელმწიფო გამოყოს რომ ის საზღვარგარეთ არ გაიქცეს და მაქსიმალურად რაც ყველაზე მთავარია რეგიონალური გადანაწილება საქართველოსი რა რომ არ იყოს თბილისი საქართველოს ცენტრი. აი ეს იქნებოდა ორი უმნიშვნელოვანესი. ერთი საიმიგრაციო პოლიტიკა რა მაქსიმალურად გავამკაცრებდი, მეორე დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება, რაც დღის წესრიგში დგას და მესამე საქართველოს დეცენტრალიზაცია რა, რომ თბილისი არ მინდა იყოს მთელი საქართველო. ყველას რო გვინა აფხაზეთი და ის რო დაგვიბრუნდეთ, ხო? ხალხო, ჩვენ თუ ქუთაისში არ ვიცხოვრეთ, ჩვენ თუ ხაშურში არ ვიცხოვრეთ, იქ არ ვიცხოვრეთ, მაშინ აფხაზეთი რო დაბრუნება, იქაც არ ავინწავო. აზრი რა იქნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს საქართველოს დეცენტრალიზაცია რა, ჩემის ხმარწმენით. და გეგმები რა გაქვს? ანუ ეხლა გავიგე YouTube-ზე, მოღვაწეობ ამ მომენტისთვის, NGO-ს შექმნა გინდა? კი, NGO არის ჩემი ამჟამინდელი გეგმა. short term ახლო მომავალში ეგ არის რა, კი. პროექტი დაწერილი მაქვს და ეხლა სახელმწიფო გრანტების გამოცემას ველი თვითონ რომ აქედან გამოვიდეს. აი პირდაპირ მომბობ ეგეც სახელმწიფო გრანტს იღებ. უეჭველი ავიღებ, იმიტომ რომ ეხლა მაშინ სოროსის ფული უნდა ავიღო, მაშინ BlackRock-ს დაურეკავ კუშნერს ტრამპის იმად და თუ კუშნერი დამეხმარება, არ მგონია დამეხმაროს ეხლა კუშნერი, ან აიათოლა ხო. არა, არიან ადამიანები, რომ სახელმწიფო დაფინანსებას არ ავიღებ. არა, ეხლა ცალკე წყაროები შეიძლება იარსებოს ეხლა ვიღაც გამოჩნდეს ფულიანი, ვისაც უბრალოდ შეიძლება ვევასები და მაგან ფული ჩადოს ამაში. პრობლემა არ არის, არ იქნება არანაირი პრობლემა დიალოგისთვის ყველასთან ვზადვარ. უბრალოდ მე რა მიმაჩნია, იცი რომ ეხლა მე რო ვიცოდე რომ ორივე მხარეს არის აბსოლუტურად ავტორიტარული ყველაფერი თავიდან
ბოლომდე რა, ანუ იასნია დისიდენტობას დაიწყებდა, მაგრამ დისიდენტი არ მაქვს სადისიდენტო საქმე, არ ცხოვრობ იმ ქვეყანაში, რომ არსებობდეს საჭიროება, რომ ვიღაცას იატაკქვეშ გამოემალო. ეხლა რომ ვიღაცა მორალის პოლიცია ყავს ირანი ვიდექა თბილისში, არ არის ეგეთი რამე და რაც არ უნდა გვანახონ ეს ღაპრებია ჩემთვის რა. ამიტომ ეგ არის მოკლე გეგმა, ეგ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მე ვნახოთ ღმერთისნება ღვთისნებით რა იქნება და რა შეიძლება. პატარობიდან გინდოდა, ბავშვობიდან ის გეგმა გქონდა, რომ არა, შეყვარება, აი ხო გეუბნები იმ გოგომ შემაცულებინა ყველაფერი ცხოვრება. და ეხლა ის შენთან ერთად არის? არა, ის აღარ არის, ის ან შეგცვალა? არა, იმას შეცვალა ჩემი მიზნები რეალურად რა. და ეგ რომანტიკული, ეგეთი რაღაცა იმევასება. აი ხა არავინ მაყურებელმა არავინ არ მიყვარს ხა ეგ არ მივტირი და ვიღაცა უბრალოდ ეს ყველაფერი როგორ არის სტალინს ხა ცოტა ის შედარება უნდა მივყვან ახალგაზრდობაში მოუკვდა ერთი გოგო და მაღაზია ააგო მე ყველაფერი არ მინდა ხა ეს რომანტიზირებულად ეს ყველაფერი გავდეს მაგას მაგრამ რაღაცა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში არსებობს ესეთი სახელი დამოვიწყდა კონკრეტულად ბრძოლის იმას რა ქვია რომ შენი ტრამვები და შენი რაც მოგდის ხო უნდა გამოიყენო შენ სასარგებლოდ ანუ ის კი არა რომ ადგე და სუიციდალური ფიქრები დაგეწყოს და დეპრესია არა პირიქით უნდა მოიხოდო იბრძოლო და მიხვდე რომ ცხოვრება რო სილას გაგარტყავს მინისა იმტორები ადამიანი ჩვეულებრივად და უნდა ადგე და გააგრძელო ბრძოლა მე უბრალოდ არაძალადობას რო არის რა ესეც რომ მე რა თქმა უნდა ანუ ამას არასდროს არ გამიჩნივა თავიდან ბოლომდე და ადამიანი რო დედას გაგინებს, მამას გიგინებს, ოჯახს გიგინებს, ყველას ხო ადამიანი ცხოველი ხარ და ყველაფერს შეიძლება გააკეთო. მაგრამ რაზე მაქვს საუბარი იცი რომ ანუ შენ თუ მიზანი ფუნდამენტური არ გამოძრაობს რაღაცა ცხოვრებაში, ჩემთვის მაგალითად ანუ არ აქვს არსებობა სხვანაირი მუღამი. შენ რო ხა ადგე და გიორგი მითხრა რომ ნიკუშ $5,000 გიხდი წადი დუბაიში იცხოვრე. ანუ ბაზარი ერქები ერთი თვე კაი იქნება, ორი თვე, მაგრამ რაღაცა მომაკლდება სიცხლე, აი ხალხი მაძლევს მაგ ენერგიას და აი იმისავით ვართ რა, როგორც აი ფოტოსინთეზივით, რომ აი ერთმანეთს ის ნახშიროშანგს გამოყოფს და აი როგორც მზესა და მცენარეს აქვს ერთმანეთთან და ეს ფუნქცია დუალისტური. აი ისია რომ ძალას ხალხი მაძლევს, მე ხალხს ძალას ვაძლევ. ხალხის გარეშე მეც არაფერი არ ვარ. ეს არის ძალიან მთავარი. და ამიტომ პატივისცემა მაყურებელს კიდევ ერთხელ. და მე მიჭირს ყოველთვის დიდი ხანი YouTube-ზე ხარ შედარებით, ჩემთან შედარებით. ხა. ყოველთვის მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქვა, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი. შენ თუ იყენებ? კი, დასაწყისში ვიყენებ და ბოლოსში თუ ძალიან ემოციებში არ დამოვიწყდა ხოლმე. მირჩევენ რომ ახსენებო, მაგრამ რაღაც მიჭირს რა და აუცილებელი შენი ასეთი. არა, იმიტომ რომ ალბათ გამოწერა მე ვიდეოს რო ვიწყებ შენ ვამბობ ხოლმე შესავალია მთავარი, მე ერთ წუთში არის რომ ხალხს უნდა გამოიწეროთ ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ თუ ამას არ გამოიწერთ, მაგალითად ვიღაცა ხაზარაძესნაირები დაგაგოიმებენ ტელევიზიებიდან, აუცილებელია, ანუ აქედან გამომდინარე, ანუ რო დაგიფასონ კონტენტი რა, მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, კონტენტი უნდა დაგიფასოს მაყურებელმა და გამოწერა არის უფასო ეხა და დალაიქებას უფასოა ეხა რა და დაფასება ეგ არის რა მაგერა. თუ ტელევიზიებზე რას ქართულ ტელევიზიები, ეხლა რო გითხრათ, მე ერთადერთი, აი ხა კიდე მესა, ერთადერთი გადაცემები ისიც მევასება რა, გადაცემები მევასება, დოკუმენტურებს აკეთებს, პოსტები აკეთებს, deep state-ზე მაგარ გადაცემებს აკეთებს, ძალიან მევასება, მაგას უყურებ. ეხლა რო გითხრა, რომელიმეს უყურებ მაქედან და რომელიმედან ინფორმაცია მაქვს, სხვადასხვა იმედი ავიღოთ რა, მეც მაბრალი იმედი ორი ხარო და. ანუ იმედი, ესაც ძალიან მაგარი თემა რა. იმედი ორი ხარო რას ვიტყვი? ანუ იმედიო რომ პროპაგანდისტი როგორცა შენ ეგეც პროპაგანდისტი ხარო რა, უბრალოდ მასშტაბებში განსხვავება ვის იმ ტელევიზიო შენ ესახარო და თემა რა არის რომ იმედმა დაიწყო ერთი წელია ბოლო X-ის ილონ მასკის სოციალური ქსელი და პოსტების წერა რა, აქ რა, მაგალითად ახდება მაგალითად ამერიკაში, ევროპაში რაღაცა და მადლობა ილონ მასკს რომ ეს სიფცი არსებობს დღეს სოფლიოში რომ რაღაცი ზუსტად იგივეს ვაკეთებდი, მაგამდე მართლა სანამ იმედი დაიწყებდა მაგ ყველაფერს და გამიხარდა მე იმედმა რომ გააკეთა, მეთქი რესპექტ მართლა. ანუ ოფიციალურ დადასტურებული წყაროებია Washington Post-ი რასაც წერდა იმედი ზუსტად იმას მე ამაზე კვლევა მართლა მიდევს ყველანაირ ფაქტი ანუ რო ერთ-ერთი ანუ ხომ დეზინფორმაციას გაძლევთო და ერთ-ერთი ზუსტად იმას დებდა ფაქტ დაჟე Instagram stories-ზე ვდებდი ხოლმე რომ აი რაც Washington Post-მა დაწერა იგივეა Fox News-მა დაწერა იგივეა ანუ არაფერი შეცდომილება არ არის ამ დროს ახლა ხდება ესეთი მომენტი შარშან იონეზოსიმის ხელნაწერი რო ბიზინა მისაქნა აი რა ხელა სიბოროტესთან გვაქვს საქმე რა რომ კაცმა რაღაცა მადლიზე შეწირა საქართველოს და ფორმულა ლაპარაკობს თუ TV პირველი რო ერთი და იგივეა ორივე რომ ვიღაცა ქართულმა იყიდა ეს რაღაც აუქციონზე შეიძინა და ვსო სახელგვარია ხო აიტო რო ეთქვა მე სამსახურიდან განთავისუფლებდნენ მაგას იმიტომ რომ ექსიკეთე და უბრალოდ მე რატო ვიტყრება ეხა იცი კი არ ვარ მართლა ეხა რაღაც აპოლოგეტი კი არ ვარ უბრალოდ უფრო მე ხა რესპექტი დიდი პატივისცემა მექნებოდა ფორმულა და TV პირველზე რომ უბრალოდ ეთქვათ რომ აი ბიძინა რაღაც კაი მაინც გააკეთა აი შეიძლება კაი რუსეთში ცხოვრო ყველაფერი გესმის მაგრამ შეიძლება რაღაც კაი ამ მომენტში რომ ჩემნაირი ადამიანის პატივისცემას ხო დაიმსახურებდა რომ ეს გაქნა და მოდი ეს თქვი რომ გააკეთა მაგრამ უბრალოდ
შენიღბული ბოროტებაა თანამედროვე ლიბერალიზმი სამწუხაროდ და ამიტომ ჩვენ მის ყველა გამოვლენა თან ეკო პროპაგანდა გამოდის. რა თქმა უნდა, მაგას დიდ პროპაგანდისტი, ვინ იმას რომ ამბობენ, არ ვიტყვი, ხა პროპაგანდისტი ვინები არიან, ხო, რა ეგ არის ყველაზე დიდი პროპაგანდა, როდესაც სრულ ინფორმაციას აუცილებ, ხო. სრულ ინფორმაციას თან გამიზნულად ყველა ამას აღიარებს, ბრიტანული წყარო ამას აღიარებს, ამერიკული, რუსული, უკრაინული, ყველა და ამიტომ შენ იმის გამო რომ უბრალოდ ხაზარაზე სამსახურიდან არ განთავისუფლოს, ამბობ რომ ვიღაც საქართველოს იყიდა. არ შეიძლება უბრალოდ ეგ რა, არ არის რა უბრალოდ. და მე რამდენი ახალგაზრდა რა ყველაფერს დათრიგერდა მე და მე გადმოვიდა და მართლა გახდა ქოცი. აი მაგას რას უპირობთ? არაფერს. ანუ კოცურ საქმესაც აკეთებენ, ეგრე გამოდის. მაგას ვეძახი, როგორ ვთქვა, სასარგებლო იდიოტი ქვია ეგეთ ადამიანს რა, იმიტომ რომ აი გინდა არ გინდა, აიძულებ რომ ვინც ნორმალურად აზროვნებს რომ გადმოვიდეს აქეთ. გადმოვიდეს აქეთ იმაში არ ნიშნავს ახლა მართლა კი არ მაზიანა მე კი არ მირეკავენ მიგინდა თუ ეს ილაპარაკეო კაცო. მე როგორი თემა ის ბუნებრივი სიმპათიები ჩდება რა. ვიღაცა რომ კარგ სიტყვას გეტყვის, ვიღაცა რომ გეტყვის დაკპატიჟებს რაღაც ადგილას, ვიღაცა რომ გადაგეხუა მეგობრულად, ხო? ეხლა აი ხო ხტები რომ ადამიანი არის ემოციური არსება რა. მე რომ რაღაცეებზე გინდა შენც ხუჭავ თვალებს რა. აი მოდი იმას არ ვიტყვი რა. ხო ხტები არის ფსიქოლოგია. ამიტომ მე ყოველთვის მაქვს ეგეთი აზრი, რომ რაც უფრო ადამიანი და გინდა რომ ბოროტებას ემსახურებოდეს, შენ თუ ეგ გულწრფელობა და ის კონტური მან დატოვე ვექტორი დაკარგე, ყველაფერს ანგრევ რა, აბსოლუტურად. რაც სიყალბეზე ფუძნება, ყველაფერი განწირულია განადგურებისთვის. გიორგი, აი ეგ არის ჩემი პოზიცია. გადაცემაში მაქვს ეგეთი რუბრიკა რა, ბოლოში ტოპ 5. ხა. შენ შემთხვევაში მოვიფიქრეთ ეგეთი რომ დაასახელო ტოპ 5 ქართველი პოლიტიკოსი. ტოპ 5 ქართველი პოლიტიკოსი. როგორც ეგრე, მე-5 ადგილი, მე-3, მე-4 ადგილი, მე-3 ადგილი პირველი. მე-5 ადგილზე ვის გაიყვანდი? მე-5 ადგილას გავიყვანდი. პირიქით რო გავყვე არ შემიძლია, პირველიდან რო გავყვე. პირველი რა თქმა უნდა დავით აღმაშენებელს ვიტყვი ისტორიაში საერთოდ. დავით აღმაშენებელი რაც გააკეთა. და ამას ამოვჭრი და მოვატრიალებ რა. ხო, დავით აღმაშენებელი, იმიტომ დავით აღმაშენებელმა მართლა რაც იყო ქართული იმპერიული ოცნება და მაქსიმალური რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა როგორც ქრისტიანულად, ასევე პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად ეს იყო მაქსიმუმი. ვიტყვი მე გიორგი ბწყინვალე არის დიპლომატიის უმაღლესი მწვერვალი რაც კი ოდესმე რავი ყოფილა ჩემი აზრით საქართველოში. თამარ მეფე რა არ შემიძლია არ თქვა ხო. რა უცნაურია მე-3 ადგილზე თამარ მეფე. ხო, ან თამარ მეფე იმიტომ რომ მემკვიდრე ხა იმას რა, მემკვიდრეობით ერგო ბევრი რამე ხა და არ მაგასაც how to keep power ეს ამ თავ როგორ შევინარჩუნო ძალაუფლება, მაგაში დიდი პატივისცემა. აი ხა ძალიან ბევრია საქართველოში რომელიც შემიძლია თქვა და შეიძლება ისე იფიქროს, მაგრამ მე მევასება ძალიან სოლომონი იმერეთის გვიჟდები ძალიან მიყვარს და ერეკლე უნდა ვთქვა რა, აი ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან ისეთი, მაგრამ კიდე იმდენია ხალხო, აი მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს მართლა გმირების ქვეყანა არის, ძალიან ბევრი გამორჩა და ეხლა ფორმატი არ არის ეგეთი რომ ვილაპარაკო, მაგრამ საქართველოს გმირების ქვეყანა არის, არავის თითის დაქნეული ჩვენ არ გვჭირდება რომ ვიღაცეები რომ ზევიდან გვაძახებენ რაღაცებს რომ მეორე ფრონტით თუ არ გაგახსნილი და საქართველოსთან ისწავლონ ომი რა არის ისტორიაში, Netflix მილიონები დაუჯდება ძმაო რომ საქართველოს ფილმები გადაიღოს. იმიტომ რომ ულები მასალა ძალიან საინტერესოა მარტო დიდგორი ჩვენი შეცდომაცა რომ დიდგორი დღემდე გადაღებული არაა და კიდევ ძალიან ბევრი მაგრამ ფინანსურად ძალიან დიდი ამბავია. და იმასაც ვიტყვი რომ გადაღების ტექნიკითაც ძალიან რთული იქნება. რა უნდა გადაიღო ნოლანმა ან ვიღაცა დიუნი როა გადაღებული რა ეხა მაგითვის იქნება. რთული ამბავი იქნება. იმიტომ რომ ეხა წარმოგიდგენ შენ დავით აღმაშენებლის შექმნილია შენ გონებაში და ამას უნდა შეეხოს ვიღაცა ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ძალიან. ბოლოს რას ურჩევდი ადამიანებს? ადამიანებს ურჩევდი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლონ ყოველ დღე, არასდროს დანებდნენ, არასდროს შეწყვიტონ მოძრაობა, როგორც ჩერჩილი იტყოდა და არ მაშინებს მოქმედება, მაშინებს უმოქმედობა რა, ესაა ყველაზე მთავარი და სამშობლოს ინტერესები აქვე დამატებული. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს საქართველოს. და მალე გვენახოს გამთლიანებული. ხალხიც მათ შორის ეგაა თავარი ეგ არის რომ გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენ ხალხს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ როგორც ნურე. დიდი პატივია ჩემთვისაც თქვენი გაცნობა და გიორგის ხოთაშორის არის. ძალიან მაგარი ადამიანი და კიდე გიორგის ნაირები ამ ქვეყანაში რო არიან. ეს იმას ნიშნავს საქართველოს გადაშენება არ უწერია და რაც უფრო ესეთი ადამიანები ახლოს იქნებით და ვიმეგობრებთ, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო უცხო.